ევროსაბჭოს კრიტიკული რეზოლუცია და უმოქმედობისთვის დასანქცირებული ქართული ოცნების მაღალ ჩინოსნები რა ხდება დღეს საქართველოში. მთავარი სტუმარია და ჩვენ შეკითხვებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კობა გურული პასუხობს. აღმშვიდობის ბატონო კობა. ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი და მოძებნეთ დრო. გუშინ 9 აპრილი აღვნიშნეთ, ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა და 9 აპრილს ქართული ოცნება სულ სხვადასხვაგვარად გამოეხმაურა, მაგალითად ბატონ მეირაკლი კობახიძემ თქვა, რომ უცხო ძალები ახსენა და რუსეთს რატომღაც გვერდი აუარა, ამას გარდა ქართული ოცნების კიდევ ერთმა წევრმა ბრძანა, რომ ჭყლეტაში დაიღუპა თურმე ეს ადამიანები და ჩვენი გმირები. მოკლედ რა მინდა გკითხოთ, 36 წლის მერეც უწევს თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა? მოგესალმებით, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისათვის. ბოდით თქვენს სტუდიაში ვცდილობ მე რომ რაღაცნაირად გავამარტივო თემები, რომელიც იქნება მარტივად აღთქმადი იმ ხალხისთვის, რომელსაც არ აქვს გარკვეულად დროის საშუალება რომ ჩართული იყოს საინფორმაციო ველში, მოახდინოს გაანალიზება და ანალიტიკური მსჯელობის საფუძველზე გამოიტანოს დასკვნები. მინდა ცოტა ჩვენებურად რო ვთქვათ, ისე დავიწყო შესავლის ფორმით და შემდეგ გავცემ იმ კონკრეტულ კითხვას პასუხს. ნახეთ, ადამიანების კატეგორია შეიძლება დავყოთ რამოდენიმე ნაწილად, მათ შორის სუსტი და ძლიერი პიროვნებები. სუსტი პიროვნებები და სუსტი ადამიანები არიან ადამიანები, რომლებიც თავის სრულყოფილებას ვერ აღიარებენ საკუთარ თავთან და მისი სრულყოფილებისა და სრულფასოვნების დანაკლისის შესავსებად ყოველთვის ეძებენ გარეშე არსებულ ან გამოგონილ მიზეზებს, რომლებიც მათი დანაკლისის შესავსებად ვითომ და გამოადგებათ. მათ ნაკლებად გააჩნიათ უნარები, იმუშაონ თავის ნაკლოვანებებზე, იყვნენ საჯულები საკუთარი თავის და სათათბიროდ გავიდნენ, ასე რომ ვთქვათ, სათათბიროდ გავიდნენ თავის თავთან, რომ იმსჯელონ სად არის პრობლემა და ქმნიან ხელოვნურად ხოლმე უმეტეს შემთხვევაში მტრის ხატებს. ჩვენ ამ შემთხვევაშიდაც როგორც კონკრეტულ ადამიანებზე ვთქვი, საქმე გვაქვს სუსტ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც უკვე 13 წელიწადია ქმნის მტრის ხატს, ეძებს მტრის ხატს, ან არსებული მტრის ხატს ვერ უბედავს იმ სათქმელს, რა რეალობის წინაშედაც ქვეყანა დგას. ამ შემთხვევაში დავიწყე აქედან და ბოდიშით სმოხთით მინდა რაღაც ციტატებს ჩავხედო, რომელიც მაქვს შენახული და დავიწყო ზუსტად თქვენ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა, რომ ჩვენმა ტელემაყურებლებმაც მოისმენოს. ჩემო ძვირფასებო, ჩემო თანაქალაქელებო და თანამოქალაქეებო, როდესაც თქვენ გეუბნებია, აი მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარის გამონათქვამი, რომ გუშინ ჩვენ ვნახეთ როდიონოვები რუსთაველის მოედანზე. ანუ პატა ბუჭოლაძე, რომელმაც იავნანას ფონდი შექმნა და ვიცით ხო, მისი გავლილი ისტორია, რამდენი სიკეთე გააკეთა, ეს ყოფილა ერთ-ერთი როდიონოვი. კი ბატონო, ეს გამოიწვია იმან, რომ თავის დროზე პატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ მე ვარ რუსული ბანი, ანუ იქ საოპერო განათლება მივიღე რუსეთში და იქ მოხდა ჩემი, ესე ვთქვათ, წარმოჩენაო და ეს არ აპატიეს ბატონ ბურჭულაძეს. ის თაობა, ქალბატონო თამუნა, რომელიც თაობას დაბადებული არის საბჭოთა კავშირში, სხვა გზა არ ქონდა და პრობლემა იყო, ვერსად ვერ გავიდოდა და იძულებით დუნებით ვიღებდით განათლება უნდა მიგვეღო, ხო, ვისაც ამის სრული და განწყობა ჰქონდა, ვიღებდით საბჭოთა სისტემაში, მაგრამ როდესაც მოგვეცა საშუალება, რომ მეტი სპექტრი შეგვეხედა, გაგვეთვალა და აღვეთქვა, მივიღეთ მე ის ხედვები, განათლების ზოგმა პროფესიული, ზოგმა ზოგადი იმ ცივილური სამყაროდან, რასაც ცივილური სამყარო და მსოფლიო ქვია და ეხლა ესე თუ მოიხსენიებთ ჩვენ ყველას, ხო? გადავხედოთ ერთი პარლამენტში რამდენი ზის იქ, რომელსაც რუსეთის და რუსეთი იყო ახლა რეალურად ხო საბჭოთა კავშირი. იმ დროის განათლება აქვს მიღებული. არ არსებობს რაიმე წუთში რო არ მომნახოთ ხელმოსაკიდე და კარგი. ახლა ჩვენ მართალია ამ წუთში ვებრძვით ჩვენ მტერს რუსეთს, მაგრამ არ შეიძლება უარყო დაუშვათ რამოდენიმე რუსი მეცნიერი, რომელსაც სოფლიოს სამეცნიერო ისტორიაში თავისი ღვაწლი აქვს, ხო? ახლა
არ იქნებოდა ჩემი მხრიდან როგორც ვთქვათ ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკოსიდან გამონათქვამი რომ ჩვენ ერთი ცოცხლით და ერთი მოხვეტით მოვხვეტოთ მთელი ერი ხო ახლა ბატონო ისე როგორც ერთ დაფაში არ შეიძლება ყველას მოხვდა ახლა როგორ შეიძლება ხელოვნების ნიმუშები თქვა ტრეტიაკოვის გალერეა ვიცით ლომონოსოვი ვიცით ციოლკოვსკი ვიცით ეს ხალხი მეცნიერები იყვნენ კაცო ახლა მათი სწავლობის და მათი ნაშრომების გაცნობა და სწავლა არ არის აქ დასაძრახი ჩვენ ვებრძვით პოლიტიკურ დაჯგუფებას რომელსაც ქვია კრემლი და რომელიც არის აგრესორი არა მარტო ჩვენი არამედ სხვა დანარჩენი ცivil სამყაროს წინააღმდეგ მე ახლა დავიწყე და გამოვგზავნოთ ნახეთ ბატონი გია ვოლსკი ამბობს ბრალდება რომელიც საქართველოს თითქოს და ევროპულ კურსს გადაუხვია უსაფუძვლოა ეხლა ჩემო თანაქალაქელებო თქვენ მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ და პატივსცემთ თქვენს სამოყვარეობას როცა თქვენ ამას გეუბნებიან და თქვენ ამას იჯერებთ ზოგი იჯერებთ მაგრამ ზოგი იძულებული ხართ დაიჯეროთ და გაიზიაროთ ეხებიან თქვენს თავმოყვარეობას რომ თქვენ იმდენად გთვლიან რომ არა გაქვთ ანალიტიკის უნარი სად არის თეთრი და შავი გაარჩიოთ ესენი ფიქრობენ რომ ამას ესენი ბოდიში ამ გამოთქმაზე შეიზელენ და იქნებიან იმ მორჩილებაში რა მორჩილებისას ხელისუფლებას უნდა ყავდეს ის ნაწილი ხალხისა და ის კატეგორია რომელიც იქნება ბოდიში ამ ბრჭყალებში გამოთქმაზე დავერბორკებული რაღაც ფორმით და თავისუფლება აყრია. ამიტომ მე თქვენ მოგიწოდებთ ასეთ რაღაცეებზე დაფიქრდეთ და არ იყოთ Facebook გვერდზე იქნება, ელექტრონულ სივრცეში იქნება თუ უბრალოდ სამეზობლო საუბრებში იქნება თქვენი განსჯა და თქვენი ხედვების და ანალიზი და დასკვნა გააკეთეთ იქედან, რასაც თქვენი მე და სიმართლე განნახავთ. ერთი რაღაცას გავიხსენებ ქალბატონო თამარ. 2017 წელს მეგობრები რაღაც ესეთი ტურისტული იმით წავედით ჩვენ თვითონ დავაორგანიზეთ თურქეთში, ტავკლაჯერში ჩვენს ისტორიულ მიწა-წყალზე. რესტავრატორები მუშაობდნენ, ეს რესტავრატორები იყვნენ ფრანგები და აღდგენითი სამუშაოები მიდიოდა ჩვენი რამოდენიმე ტაძარი. ჩვენ როცა შევედით და დაგვინახეს და მართლმადებლად პირჯვარი გადაწეს და მათ აღითქვეს რომ ჩვენ ქართველები ვიყავით, ხარაჩოდან ჩამოვიდა რამოდენიმე რესტავრატორი და აი გადაგვეხვია. თქვენ ხომ უძველესი კულტურის ღვინის უძველესი კულტურის, არქიტექტურის, უძველესი კულტურის ტრადიციების ქვეყანა ხართ და დიდ პატივს გცემთო და აი აქო მე რომ მუშაობო, ჩემთვის ეს მატერიალური სიკეთის მიღების სურვილი კი არ არისო. პატივისცემა არისო ამ თქვენი დიდებული ერის მართ. ფრანგები გვეუბნებიან. ეს ის ფრანგები გვეუბნება, რომელსაც დღეს შერაცხარო არარაობა ყოფილა თურმე საფრანგეთი, ჩვენმა ბატონმა პრემიერმა ბრძანა ამას წინათ და ეს ის ფრანგები გვეუბნებიან, რომლებსაც დღეს შერაცხავენ ჩვენი ტრადიციების დამრღვევებად, თითქოს და რაღაცა გვართმევენ ჩვენ სარწმუნოებას და ამავდროულად სარწმუნოებას და ჩვენ უდიდეს ტაძრებს ვინც რესტავრაციას ვიკეთებს. ბატონი დიდი ნახო საფრანგეთის მოქალაქეც არის. ხო, რა თქმა უნდა არის, მაგრამ ეგ თემას ახლა ხო არ გააჟღერებენ რომ საფრანგეთის მოქალაქე თუ არის და ამ დრო ჩვენ ტრადიციებს ვიცავთ რაღაც აზრილია ყველაფერში. ამ წუთში ჩვენ ვართ სულ ქაოსში. აი დიფუზია რომ არის ქიმიაში გამოთქვა მოლეკულური დაულაგებლად დიფუზიურად მოძრაობენ. სახელმწიფო მიიყვანეს დიფუზიამდე, დაუდგენელ მოძრაობამდე. ეხლა შემდეგი რაღაც მინდოდა არ მინდა დამავიწყდეს, ნახეთ. ტრადიციებისა და რელიგიისა და ერთმორწმუნეობის სახელით ებრძვიან ევროპას. და ჩვენი ერთმორწმუნეები არიან რუსეთი, ხო? ხალხო, 103 წელიწადია. დაუმარხავი ლპობადი სატანა უსვენიათ მავზოლეუმში. კი ბატონო, ლენი. რიგი დგას და პატივს მიაგებენ გრძნეულს, რომელმაც ეკლესია მონასტრები დაანგრია, რომელმაც თქვა, რომ რელიგია ეს არის ხალხის ოპიუმი, ებრძვიან იმათ, ვინც ამ საქმეს აკეთებს, ახლა რომ მოვიყვანეთ, რომ ჩვენს ისტორიულ მონასტრებს გვიღვდგენენ, იმას აცხადებენ ჩვენთვის მიუღებლად, ესენი კი თურმე ჩვენი ერთმორწმუნეები არიან, ვინც ეპისკოპოსები დაგვიხოცა, ვინც ტაძრები საქონლის სამბულად გადაგვიკეთა, ჯვრები მიწაზე დაანარცხა და 103 წლის დაუმარხავ გრძნეულს მიაგებენ პატივს. მეგობრებო, ამ ყველაფერს რო აანალიზებთ და იმეორებთ იმათ ნარატივს. ასეთ რაღაცებზე მე ხო მარტივ ენაზე ვსაუბრობ და არავითარი დიდი პოლიტიკური, არც დიდი პოლიტიკური მე განათლება მაქვს, მაგრამ მაქვს უნარი შევაფაზო მიზეზ შედეგობრივი ანალიტიკის საფუძველზე, რა არის ბოროტი და რა არის სიკეთე. რა თქმა უნდა, ჩემი სუბიექტი რაზე და თქვენ გასაჯეთ, მაგრამ მე ხო ისეთ ფაქტს გიდებთ, ამ შემთხვევაში არჩევანი საით გააკეთოთ.
და ახლა დავიწყე და გავაგრძელებ. ეს ყველაფერი მოდის რატომ? ეს ყველაფერი მოდის იმიტომ, რომ როდესაც ხელისუფლებას სუსტი ადამიანის ფორმულაში მოექცა ვერანაირი დანაპირები, ეკონომიკური განვითარების, იმ თქვათ წინსვლის, იმ თქვათ აღმავლობის, მხოლოდ ქაღალდზე არის და რამოდენიმე წელს უკან მაგ ციფრები დაგისაბუთეთ როგორ არის ეს ქაღალდზე. ის რჩებათ მათ თავისი არსებობისა და გადარჩენის ერთადერთ საყრდენად რჩებათ ორი რამ: ფული და მოგონილი მტრის თუ არსებული მტრის, რომ არსებული მტერი რუსეთია, მათ ვერ უბედავენ, შექმნილი მტრის ხატთან ბრძოლა და ამაზე გაატარებინეს, როგორც კატა ჩამოუკიდა მეცხვარემ და მთელი ზამთარი ცხოვრების ესე გაატარებინა, ამაზე გაატარებეს 13 წელიწადი. დავამატებ კიდევ ერთს, მე ის პიროვნება ვარ და ვაღიარებ ამას, არაფერი არ მაქვს დასამალი, ვინც 2012 წელს 51 ნომერი შემოხაზა. იმიტომ, რომ იქ უკვე შეცდომები იყო და იქ უკვე ძალის გადამეტებასთან ჰქონდა საქმე. მე ყოველთვის ვიქნები თქმელი სამართლიანობის განწყობის. ვაღიარებ, მე შემოვხაზე, იმიტომ რომ ხელისუფლებას ჰქონდა შეცდომები. მაგრამ მოლოდინმა უკეთესის მომცა 10ჯერ უარესის მოლოდინი. და დღეს ვარ უკვე ოპოზიცია არსებული ხელისუფლების. აი ამასთან აგვაქვს დღეს საქმე. მადლობა ბატონო კობა. ევროსაბჭოს კრიტიკული რეზოლუციის თაობაზე მინდა გკითხოთ თქვენი აზრი და მოსაზრება. დაასანქცირეს ახალი სანქციები, მოკლედ შეიმუშავეს და მოხდა 4 ძალოვანი მაღალჩინოსანი ამ დასანქცირებულთა შორის და ერთ-ერთი მათგანი გახლავთ საქართველოს გენპროკურორი. და მოკლედ ეს როგორც დაასაბუთეს ევროსაბჭოდან, მათი დასანქცირება მოხდა უმოქმედობისთვის, ანუ როგორც ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა შეიძლება განსაზღვროს საკუთარი მოვალეობის შეუსრულებლობისთვის და ძირითადად აქცენტი გადატანილია იმაზე, რომ მეხუთე თვე გადის და როგორც ბატონი ვოლსკი ამბობს, ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში, მაგრამ ის ძალადობის არც ერთი საქმე გამოძიებული არ არის, რასაც საზოგადოება ითხოვს და არც ერთი უკანონო პატიმარი არ ტოვებს ციხეს ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში და მოკლედ ამ უმოქმედობისთვის ევროსაბჭოს მიერ მოხდა ადამიანების 4 ადამიანის დასანქცირება საქართველოში. როგორ ფიქრობთ, ქართული ოცნება ეხლა ყველაფერს დიპსეის დააბრალებს? რა თქმა უნდა. ჩვენ გვაქვს ამიკითხავს არ მახსოვს ეს რაღაც აპარია თუ ის არ, მაგრამ რეალობა არის ცხოვრებისეული რაკურსიდან გადახედვიდან გამომდინარე. მეფეს უთქვამს, როცა შვილი გარდაეცვალა, ვისაც შვილი არ გადააცვლიაო, მოდი ნუ მოვაო, ვერ გაიგებს ჩემს ტკივილსო. ამით მინდა მე რა ვთქვა. აი მაკაჩი ხლაძე და გიორგი შეწირული იმ დღეს დეკემბრის დასაწყისი იყო. რეალურად სიკვდილს გადარჩენ, ხო? შეიძლება მათ კისრის ფუძე ძვალი მოტეხოდათ და იქ ყველაფერი დამთავრდებოდა, ხო? მე მინდა ვკითხო იმ ადამიანებს, რომლებიც ამას კიდევ უყურებენ არა ისე როგორც კრიტიკულად, არამედ ის რომ თითქოს ეს აცეს მე არაფერი მომხდარი იყო და მივალ იქამდე, საგამდემაც მინდა პასუხი გავცე. თქვენი ოჯახის წევრი, ბიძაშვილი, მამიდაშვილი და ასე შემდეგ რო ყოფილიყო პირობითად მაკაჩი ხლაძე. თქვენ არა მარტო ჩემი კოლეგები, რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც სახეში წიხლებს ურტყავდნენ და ამის ვიდეო კადრები არსებობს. იმიტომ რომ ეს არის უმძიმესი კადრები, ეს არის უმძიმესი კადრები, მე ამ კადრებს პირდაპირ ეთერში უყურებ და ლამის არ ვიცი რა დამემართა. ახლოს ვიცნობ ამ პიროვნებას და უღირსეულესი პიროვნება არის, როგორც ჟურნალისტი და როგორც აგრეთვე ოჯახის დედა. და თქვენი ოჯახის წევრი რო ყოფილიყო, რა სიტყოდით ერთი მაინტერესებს. ეხლა ბატონი კასიტაძეს საგამოძიებო სპეციალურ სამსახურის უფროსი, ხო? ყოლოცდები. რამდენი თვე გავიდა, ხო? 4 თვე გავიდა, ხო? გამოკითხულიც არავინ არ არის მოწმის სტატუსით. არათუ უკვე ბრალი აქვს ვინმე საყენებული. ანუ ნულოვანი ძვრა აქვს საკეთს გამოძიების ხრივ და თქვენ რომ ბრძანეთ უმოქმედობაო, ის ხალხი იტყვის ამას, კაცო, ფაქტი აქვს, აგერ უყურებს რა ხდება და საქმეც არ არის წინსვლა ერთი ნაბიჯის გადადგმული, როდესაც საქმე რეალურად საქმე უნდა იყოს სიცოცხლის მოსპობის მცდელობასთან აღძრული, უმძიმეს სისხლის სამართლის დანაშაულთან და ამათვის ვიღაცეებისთვის მერე რა, თქვენი დარო ყოფილიყო მერე რა. ესე იტყოდით? მერე ადგებით, ვიმეორებ კიდე ხშირად ვიცი ხოლმე თქმა და ქართველი ქალის სადღეგრძელოს მანდილოსნის სადღეგრძელოს სუფრაზე შესვამთ და ტრადიციების დამცველები ვართ. და
მანდილოსანზე ხელის დარტყმა და კისრის მოგრეხვა მერერა და ღირსიც არის მესმის ხოლმე მინახავს კომენტარები ელექტრონულ სივრცეში და ამას ხალხო თქვენ თვლით რომ ეს არის ნორმალური და ვისაც ეს მოწონს არის ოკუპანტი კრემლი ხო ყველამ ხო ყველაფერი უკვე ვიცით და ყველაფერი ხო ნათელი არის და იცით რა არის გამბედაობა ვაჟკაცობა შეიძლება მარტო ის კი არ იყოს რომ ქუჩაში ვიღაცას მუშტი დააყრა ვაჟკაცობა ფორმა არის ერთ-ერთი სიმართლის თქმის უნარი ნეტარ არიან დევნილი სიმართლისათვის ხო ჩვენს რელიგიაში და იმაში არის ეს სახარებაში ხო შეიძლება შეგეზღუდოთ რაღაცა შეიძლება პრობლემები შექმნათ მაგრამ სამართალი და ხალხო ურმით და სამართალი მოვა არ არსებობს უფლის მიერ შექმნილ და ლოცვილ ქვეყანასთან ღვთისმშობლის მიერ დედა ღვთისმშობლის ქვეყანაში ბოროტება ვერ გაიმარჯვებს აქ არის დიდი ველი სადაც მიდის ახლა ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის მაგრამ იქ სადაც უფლის დედა ადგას იქ ვერ დაამარცხებ და ქართული სიმბოლო ხო რაღაცნაირად კავკასიონთან და არწივთან ასოცირდება თავისუფლებას ვერ ჩაკლავთ ეხლა ხო 1000 რაღაცები კანონების მიღება მიდის რომ ის აუგზავნოთ ის განსხვავებული აზრის გამოთქმა აუგზავნოთ და რა გინდათ ეხლა პარტიზანულ ბრძოლაზე გადავიდეს ხალხი ვერ ჩაკვდება ჩვენ მინდა ერთი ქართული ოცნება ბატონიკობა აპირებს ანტიკონსტიტუციური გახადოს ოპოზიციური პარტიები და ამის გაკეთებას აპირებს პარტიების აკრძალვის იწყებს მოკლედ ნაციონალური მოძრაობიდან თქვენ როგორ ფიქრობთ ძალიან მარტივად ოკუპანტის ენაზე ვიტყვი რადგანაც ოკუპანტის ნათქვამი არის ეს სიტყვები Рушение СССР была великая геополитическая катастрофа. ხო თქვა ეს საბჭოთა კავშირის დაანგრევაო ეს იყო უდიდესი გეოპოლიტიკური ეს თქვა პუტინმა. ანუ კაცმა რომელმაც ეს თქვა და ამოცანად დაისახა აღდგენა საბჭოთა კავშირის იქეთკენ მიდის საქმე და რისკენ მიდის საქმე ერთი კომუნისტური პარტია იყო მამას ვეკითხებოდი და დედა შობლებს უბრალოდ რა არის მეთქი არჩევნები ბავშვი როცა ვიყავი ვერ გავითავისე ხა არჩევნები რა არის და მე როცა გავითავისე და არჩევანი ნახეთ არჩევანიც რა არის როდესაც პირობითად მარტივად გეტყვით მარკეტში შედიხარ და გინდა დაუშვათ რამოდენიმე ასორტი რაღაც გინდა დაუშვათ ტკბილეული შეიძინოთ შოკოლადი ხო დგებით თაროსთან და არჩევანს აკეთებთ რომელი ჯობია და სხვადასხვა სახეობას რა უნდა ერჩიოთ ერთ პარტიაში გამაგებიათ რა ესე არჩევნები იქნებაო და არ იქნება არანაირი განსხვავებული პოლიტიკური ძალაო ხო რა არჩევნები იქნება არჩევნები იქნება დანიშნები თქვენ ანუ ამითი მე თქვენ გეუბნებით ერთ რამეს და თუ არ არის ასე დამისაბუთეთ დამიჯექით მობრძანდით ვინც გინდათ იმან თქვენ ქართული ოცნებების ხარდაჭერასაც გართმევენ უფლებას აირჩიოთ კი არა დაგინიშნავენ და თქვენი უფლება რომ გააკეთო არჩევანი რომელი მოგეწონს და რომელი არ მოგწონს ამ უფლებას გართმევენ თქვენც ვინც დღეს იქახართ სადაც სამწუხაროდ არ უნდა იყოთ ბატონიკობა უფლების წართმევაზე გამახსენდა გუშინ ჩვენ ტელევიზიის ერთ-ერთ გადაცემაში პროფესორი ბატონი ომარ გვეტაძე იმყოფებოდა რომელმაც აღშფოთება გამოხატა იმასთან დაკავშირებით რომ ვერ მიდიან თურმე წესიერად თბილისში ადამიანები ნიშნიანიძე მაპატიეთ და აღშფოთება გამოხატა იმასთან დაკავშირებით რომ თურმე ვერ მიდიოდნენ თბილისში და ვერ მივიდა მთავრობის წარმომადგენლები 9 აპრილის ძეგლთან და უსამშობლოები უწოდა ეხლა ტელეფონს გავხსნე და მიუხედავად პიროვნული პატივისცემისა მინდა ერთი ხო აი ზუსტად მაგას ვეძებ რომ ესენი არიან მანქურთები და უსამშობლოები არიან მანქურთები ბატონო ომარ მე Facebook-ში დავწერე და ახლაც აქ ვიტყვი საჯაროდ რომ მოდით მობრძანდით და მე და თქვენ დავჯდეთ და ვისაუბროთ მე მოგიგანთ ფაქტებს არგუმენტებს და მტკიცებულებებს როგორც დოკუმენტარულს ასევე აუდიო და ვიდეო მტკიცებულებებს რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული და რას ნიშნავს უსამშობლობა ეხა ბავშვია ხო ჩვენთან შედარებით ლევან სანიკიძე რომელსაც უკვე არ ვიცი მე მგონია 35 ჯარიმა მიუვიდა 5000 ლარი არის და ვიღაცას ვისაც გონია რომ თურმე იქ ფულს უხთიან მოდი მესამე კლასის მარითმეტიკაში დაგეთქვით თქვენ ხო ამბობთ რომ 100 ლარს უხთიანო ხო ესე იგი ლევან სანიკიძე იღებს დღეში 100 ლარს დაუშვათ დგას მე ასე დღეა ხო რამდენი იქნება 100000 ლარი ხო ესე 10000 ლარი უშოვია ლევანს იქ დგომისთვის და ამ დროს დღას 100000 ლარზე
10.000 ესე იგი აუღია და 100.000-ზე მეტი აქ გადასახდელი და მესამე კლასის არითმეტიკითაც მოგიშველი რომ იქ ფულისთვის ხალხი არ დგას. ეხლა რას ნიშნავს სამშობლო და უსამშობლოობა? იცით რას ნიშნავს სამშობლო და უსამშობლოობა? როდესაც პირად კომფორტის ზონას პრინციპებისთვის და ღირებულებებისთვის დათმობ და გაჭირვებაში შეიყვან ეკონომიკურში შენ ოჯახს, იმიტომ რომ არ ეთანხმები პრინციპებს იმისთვის რომ შვილები და სამშობლო გიყვარს, ესენი არიან სამშობლოიანი და ის ხალხი, ვინც მისი პირადი კომფორტისათვის თავის თავთან რო რჩებიან მარტო და ეუბნებიან და ჩვენ გვაქვს ისტორიის ფურცლებზე ასეთი ჩანაწერები და გამონათქვამები, რა მექნა დრო იყო ისეთი. მე მოგიწოდებთ ბატონო ჩემო. ერთმა დიდხან გაცოცხლოთ კიდე. არ დადგეს ის დრო, რომ თქვენ სათქმელი გექნეთ. რა მექნა დრო იყო ისეთი. აი ეს სიტყვები არის ყველაზე ესეთი უკვე რა საკუთარი თავს რო შელახავთ და მოდით დადეკით იქ, სადაც მართლა სამშობლო არის. მოდით დადეკით იქ, სადაც თავისუფლება. როდესაც თავისუფლებას გარჩევენ, როდესაც გართმევენ სულს, რომელიც უფალმაში თაგბერა, როცა ამ ქვეყანაზე მოხვედი. როდესაც გართმევენ უფლებას გააკეთო არჩევანი. როდესაც გართმევენ უფლებას თქვა შენი აზრი დააფიქსირო სუბიექტური აზრი, მცდარი იქნება თუ არამცდარი, ამას საზოგადოება განსჯის და ამის უფლება აღარ გექნება, იმიტომ რომ შეიძლება დაჭერის საშუალება გექნეს და ამას სამშობლოს უძახით, სადაც თავისუფლებისათვის ბრძოლის მთელი პარაპეტია გვაქვს ისტორიების, მე მგონია აქ სამშობლოებასა და უსამშობლოს შორის განსხვავება უკვე არსებობს. კი ბატონო. ვიდრე დაგემშვიდობებოდეთ, კიდე მაქვს ერთი შეკითხვა იმ ფონზე, როდესაც ქართული ოცნება თითქმის ყოველდღიურად ღებულობს ახალ კანონებს, ან შეაქვს არსებულ კანონებში შესწორება და ამ ყველაფრის ფონზე თითქმის თავისუფალი მედიის გარეშე რჩება ჩვენი ქვეყანა, იმიტომ რომ ვერანაირ გრანტს, ვერანაირ დახმარებას, ვერაფერს ვერ მიიღებს ჟურნალისტი უცხოელებისაგან ან ნებისმიერი ორგანიზაციისგან, თუ ეს არ იქნა შეთანხმებული ქართული ოცნების მთავრობასთან. ამ ყველაფრის ფონზე ამდენი შეზღუდვის დამყარება ნიშნავს თუ არა იმას, რომ საქართველოში ავტოკრატიის ახლოვდება დიქტატურა, სამწუხარო არის. დიქტატურას უწყობს ხელს ორი რამ. ერთი გაუნათლებლობა და მეორე სიღარიბე, რადგან ეყრდნობა ზოგადად დიქტატურები რა. შიში გაუნათლებლობა და სიღარიბე. მეორე, დიქტატურას ქმნიან ის ხელისუფლებები, ვისაც აქვთ შიში, რომ დემოსმა, ანუ ხალხმა, დემოკრატია ხო არის ხალხის მმართველობა, მოკითხოს მათი ნამოღვაწარი. ანუ მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა მართალი ადამიანისთვის პრობლემა არ არის. მართლმსაჯულება და მოსამართლე ამ შემთხვევაში ხალხია, ხო? და როდესაც შიში აქვთ იმის, რომ არ მოკითხონ ამ ხალხმა, ამ ხალხის გამოკეტვა უნდათ პირდაპირ და ირიბი გაგებით. კი ბატონო, ამისთვის ქალბატონი თეატროლოგიანის საგამოძიებო კომისიაც კი შექმნილი პარლამენტში, სადაც იბარებენ ადამიანებს. ქალბატონმა თეატროლოგიანმა ამას თქვა ასეთ სიტყვები. 2003 წელს თურმე მაშინ ვარდების რევოლუციით მოსულმა ხელისუფლებამ გადაუხვია ჭეშმარიტ და განვითარების სწორგზას. ანუ სწორი გზა ყოფილა ქურდობა, ყაჩაღობა, ძარცვა, უშუქობა, უგაზობა, კრიმინალი, არარსებული გზა, არარსებული სიცარიელე სახელმწიფოს არარსებული ინსტიტუტები. ეს ყოფილა სახელმწიფოს განვითარება. და მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებ ჩემო თანაქალაქეებო. იყავით ღირსეულნი, დაიფასეთ თქვენი თავი და ნუ გახდებით მსხვერპლი სიცრუის. თქვენ გადით სათათბირო ოთახში, ანუ სათათბირო ოთახის სიმბოლური გამონათქვამი არის, თქვენ თავთან დაჯექით, დაიდევით ერთ მხარეს ერთი პოზიციის, მეორე მხარეს მეორე პოზიციის გამონათქვამი, აზრები და გააკეთეთ ლოგიკური ელემენტარული მსჯელობა, რასაც საშუალო დონის განათლებაც კი ყოფნის, თქვენ მართავს გეუბნებიან თუ ტყვილს და იგრძენით თავი შეურაცხყოფილად, როდესაც თქვენ შეატყობთ, რომ თქვენ გატყვილებენ. იმიტომ რომ თქვენ გართმევენ უფლებას, გააკეთოთ არჩევანი, არა ვთქვათ საარჩევნო ჯიხურში შესვლას გულისხმობთ, გააკეთოთ არჩევანი სიცრუესა და სიმართლეს შორის, გააკეთოთ არჩევანი თეთრსა და შავ შორის. თქვენ ახართ ის, ვისაც არის ეს ქვეყანა. ხელისუფლებები მიდიან და მოდიან. თაობები მოდიან და პროგრესული თაობაც მოდის, უფრო მეტი კიდევ მოვა და ამ ქვეყნის ბედიღბალი არ არის გადასაწყვეტი ერთი ჯგუფის, რომელიმე პარტიული დაჯგუფების, არამედ თქვენი გადასაწყვეტია. ამიტომ თუ თქვენ იქნებით მაგრად, თქვენ თუ იქნებით იქ სადარაჯოზე, რასაც თქვენი ხვალინდელი მომავალი ქვია, შვილების არაწეხამთხვი და გავიმეორებ, 103 წლის დაუმარხავი გრძნეულის გარშემო მოტრფიალე კრემლის მოტრფიალეები არ იქნებით, თქვენ მაშინ გაიმარჯვებთ.
ძალიან დიდი მადლობა ბატონო კობა, მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი გახდათ კობა გურული, მადლობა რომ გვიყურეთ.